გუშინ ღამით სტალინის ძეგლი ტყიბულიდანაც აიღეს. 7 მეტრიანი ქანდაკება ტყიბულის ცენტრში გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იდგა. ძეგლის აღება გამთენისას მოხდა, რაც რაიონში უკმაყოფილება და ან მასობრივი პროტესტი არ მოხოლია. ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი გამგეობაში გორში სტალინის ძეგლის აღების პროცესს არ უკავშირებენ. ადგილობრივ საკრებულოში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს რაიონული ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ცენტრი შემოსაზღვრულია სპეციალური ღობით, სადაც სტალინის ძეგლისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის. უცნობია თუ სად გადაიტანენ ან რა ბედი ეწევა საბჭოთა ბელადის ძეგლს. სტალინის ძეგლი იმდენად მაღალ კვარცხლბეკზე იდგა, რომ ტყიბულის გამგეობის შენობას თითქმის ფარავდა. რატომ აიღო ხელისუფლებამ გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლი ღამით ყველასთვის მალულად? ამ კითხვებზე მაესტროს ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა უპასუხა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გადაცემა პოლიტმეტრის სტუმარი იყო. აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ ძეგლის ღამით აღების მიზეზი არა პროტესტის შიში, არამედ უბრალოდ მოსახლეობის უსაფრთხოება იყო. მონუმენტი, რომელიც საკმაოდ რთულად მოსახსნელია და შეიძლება მისმნა, ასე ვთქვათ, გადაადგილებამ საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, ეს ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ბუნებრივია მისი ამ მონუმენტის მოხსნა დღისით, დღის შუქისგან, ანუ დღისით პრობლემები შეუქმნა მოძრაობას გორის ცენტრში და კარგად იცით სად არის დასამალი ხელისუფლებას არაფერი ჰქონდა ამასაუბრობთ თქვენ დასამალი ხელისუფლებას არაფერი არ ჰქონდა და არც ექნებოდა პოზიცია ძალიან ცალსახა იყო რომ სტალინი არის ადამიანი რომელიც წინ წარუძღვა საქართველოს ოკუპაციას 21 წელს და ის არ შეიძლება იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ქალაქის ცენტრში როგორც მონუმენტი სამაგალითო მონუმენტი ის უნდა იყოს გადატანილი მუზეუმში და ეს მუზეუმი უნდა იყოს კიდე ერთი მაგალითი იმ ოკუპაციისა რომელიც საქართველოში განხორციელდა საქართველოს პატიმართა თანამეგობრობის პრეზიდენტმა ადვოკატმა ლალი აფციაურმა და რუსმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ერნესტ ჩორნიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, საქართველოს ციხეებში პატიმართა მდგომარეობა მძიმეა, განსაკუთრებით ხაზი გაესვა პატიმარ ვლადიმერ ვახანიას პირობებს. ადვოკატების თქმით, ვახანია კლდანის ციხეში ცალკე საგანში გადაიყვანეს, რაც მათი აზრით პატიმრის უსაფრთხოებისთვის სახიფათოა. შემდგომ რაც სასამართლო პროცესები დაიწყო, ანუ 21 ივნისის შემდეგ ვლადიმერ ვახანია გადაყვანილი იქნა განმარტოებულ საგანში. ვფიქრობთ, რომ ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და შემაშფოთებელიც. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არაერთხელ გვსმენია იმ პატიმრების თვითმკვლელობის შესახებ ჭყალებში თვითმკვლელობა, რომელიც ხელისუფლებას ყელში გაეჭხირა. გავეცანი ვლადიმერ ვახანიას საქმეს და ბევრი კითხვა მიჩნდება, რაზეც პასუხს ვერ ვღებულობ. ვლადიმერ ვახანიას საქმეს ბოლომდე გავყვები, რადგან მისი უდანაშაულობა ნათელია. მძიმე ავადმყოფობით 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი ალგირდას მიკოლას ბრაზაუსკასი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბრაზაუსკასმა პოლიტიკური საქმიანობა განაგრძო და 1992 წელს ის სეიმის თავმჯდომარედ აირჩიეს. მომდევნო წელს კი რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა. 1998 წელს ბრაზაუსკასმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადითაც იყარა განჭი. 2001-2006 წლებში კი ის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. სამთავრობო კრიზისის შემდეგ კი ბრაზაუსკასმა აღნიშნული თანამდებობა დატოვა. ისრაელში 12 დღიანი აქცია დაიწყო. სოლიდარობის მარშის მონაწილეები ებრაელი ჯარისკაცის გილდა შალითის გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორები გატაცებული ჯარისკაცის მშობლები და ახლობლები არიან. გილდა შალიthi ჰამასის ბოევიკებმა 4 წლის წინ ისრაელის ტერიტორიაზე შეიპყრეს, მას შემდეგ ის ღაზას სექტორში, პალესტინის ტერიტორიაზე იმყოფება. ისრაელში ებრაელი ჯარისკაცის გილად შალითის გათავისუფლების მიზნით 12 დღიანი სოლიდარობის მარში დაიწყო, რომელშიც ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. მარშის ორგანიზატორი გატაცებული ჯარისკაცის მშობლები არიან. პოლიციის განცხადებით აქციაში მონაწილეების რიცხვი 10,000 აღწევს. გილად შალიthi ჰამასის ბოევიკებმა 4 წლის წინ ისრაელის ტერიტორიაზე შეიპყრეს და მას შემდეგ ის ღაზას სექტორში, პალესტინის ტერიტორიაზე იმყოფება. აქცია შალითის სახლიდან დაიწყო და ის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციასთან დასრულდა. ჯარისკაცის მშობლების განცხადებით ისინი ბენიამინ ნათანიაჰუს რეზიდენციასთან აქციას მანამდე არ შეწყვეტენ, სანამ მათ 23 წლის შვილს არ გაათავისუფლებენ.
ჩვენ მეტდაც და საღარ ვაპირებთ. სახლში გულხელდაკრეფილები ვერ დავჯდებით. გილადის ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და ათასობით გულშემატკივარი მის გათავისუფლებას მოვითხოვთ. ჩვენ პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციასთან აქციას გავმართავთ, რათა მან რადიკალური ზომები მიიღოს. ჰამასმა 2009 წელს ვიდეო მასალა გაავრცელა, იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარისკაცი ცოცხალია. მას შემდეგ კი გილად შალითის ბედი უცნობია. ტაილანდის ყურეში ადგილობრივი მცხოვრებლებისა და უცხოელი ტურისტების ნავების შეჯახების შედეგად 42 ადამიანი დაშავდა, ხოლო 2 უგზო უკლო დაიკარგა. პოლიციის განცხადებით, ტურისტები ბანგკოკის სამხრეთით, პანგანის კუნძულისკენ წვეულებაზე მიდიოდნენ. წვეულება სავსე მთვარეობა, რომელიც ყოველთვე იმართება, ათასობით ახალგაზრდას იზიდავს, განსაკუთრებით კი ტურისტებს. დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის განცხადებით, დაშავებულთა შორის ავსტრალიელი, ნორვეგიელი, სინგაპურელი და მალაიზიელი ტურისტები არიან. განელმა ფეხბურთის ფანებმა საკუთარი ნაკრების გამარჯვება განსაკუთრებულად აღნიშნეს. განას ეროვნულმა ნაკრებმა ამერიკას 2-1 მოუგო და მეოთხედფინალის საგზურიც მოიპოვა. ეროვნული დროშის ფრად შეღებილი ბედნიერი გულშემატკივრები მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში სეირნებდნენ. ამ ეტაპზე განა აფრიკული ქვეყნებიდან ერთადერთი ნაკრებია, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადავიდა. განას ნაკრები მეოთხედფინალში ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება. და თეატრი ათონელზე ფრანგი რეჟისორის ჯამელ მამუდის სპექტაკლის O3K4 თავისუფლებას პრემიერა გაიმართება. საპრემიერო ჩვენება დღეს საღამოსაც გაიმართება. ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის, პირადი ხელშეუხებლობის, გადაადგილების და ბევრი სხვა უფლება. ადამიანის თავისუფლება სცენიდან სხვადასხვა ენაზე არეულად იმიტომ გვახსენებენ, რომ ეს ყველას უფლებაა. განურჩევლად რასისა და ეთნიკური კუთვნილებისა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვახსენებთ სამყაროს, რომ ეს ქმედებაში უნდა მოვიდეს და არა სიტყვებად დარჩეს რა. ფრანგმა რეჟისორმა ჯამელ მამუდმა 03K4 თავისუფლება საკუთარი პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლში თავადაც ითამაშა. ჯამელ მამუდი საქართველოში 10 წელია მუშაობს. მისი სპექტაკლები თავისუფლებისკენ, გონიერებისა და სიყვარულისკენ სწრაფას ეძღვნება. ამ სპექტაკლში ორნაირი ფინალი შემორთავაზეთ, ბნელი და ნათელი. ნათელი ნაწილია ის, რომ ბოშების თავისუფლება იქ არის, სადაც ისინი კარგად გრძნობენ თავს. შეუძლიათ გადაადგილება. ბნელ სცენაში კი ტუსაღი ტყვეობაში კვდება. მნიშვნელობა არ აქვს ეს ფიზიკური კვდომა თუ ბუნებრივი ასასრული. სათქმელი მაყურებლამდე სწორად მივიდა. ძალიან კარგად გამოიკვეთა ადამიანის უფლებების შელახვა, თავისუფლების შელახვა, მაგრამ ცოტათი შემეშინე, იმიტომ რომ ბოლომდე არ იყო გარკვეული გამოსავალი რა, აქ იყო უფრო ნაჩვენები, ირონიული სახითაც, პირდაპირი კუთხითაც, აი ყველანაირად იყო ნაჩვენები ადამიანის შეზღუდვები თავისუფლების ჩარჩოებში რომ არ ჩავშდეთ, ალბათ ეს უფრო ჩვენ თვითონ უნდა ვეძებოთ ამის აქედან გამოსავალი. სპექტაკლისა და ფილმის სინთეზი, ტრაგიკომედია, უცხოდ და საინტერესოდ გამოხატული თავისუფლების იდეის ხილვა თეატრში ათონელზე მაყურებელს დღესაც შეუძლია. 18 ივლისკენ 03K4 თავისუფლებას არტ გენზე კლუბ 33-აში ითამაშებენ. სიმბოლურად ღია ცის ქვეშ, თავისუფალ სივრცეში.